გავაგრძელებდეთ თქმის, ბეზრად შენ დღეს დავამთავროთ ეს ნაშუნარის წესები არა, ასე ვთქვათ, აკრძალვები. მუსარიჩესკი მხარე, ალახაზე ჯერ ხელი არ დაგვიდია. დავიწყია, ხო? ბეზრად შენ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ხო? ლაშუნარი არის, როგორც ნახეთ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა. ხა იძახის ბრძენი ახმი უტ პეამიმ ლაშუნარა მიცვა. არისო, სადაცო ლაშუნარა ძალიან გამონაკლისი ცოტა ადგილებია, სადაც ლაშუნარა შეიძლება იყოსო მიცვა. ანუ აქამდე თქვით, რა არის სად არის ცუდი მხარე, ხა ერთი-ორი სიტყვით იტყვის, სად არის აუცილებელი რომ ადამიანმა ლაშუნარა თქვას, გაგვით. მე შეეხება კიდე რამოდენიმე თემას და ბეზრად შენ მე მაგალითებს მოიყვანს და მაგაზე ამთავრებს. ძახის ბრძენი ახმი უტ პეამიმ ლაშუნარა მიცვა. ხო, როგორც თქვით, რომ არის გამონაკლისი სიტუაციები და რომელიც არის ძალიან ცოტა, სადაც ლაშუნარა იქნება მიცვა. რატო იწყებს ამ სიტყვებით, რომ გამონაკლისი, რომ ადამიანს ხშირად ჩვენ, ხო, როცა გვაქვს ნეგია როგორ ვისწავლე შეხება ადამიანთან, ანუ რაღაცა დამოკიდებულება მაქვს ვიღაც ადამიანთან, აქედან გამომდინარე შეიძლება იმიტომ რომ გვინდოდეს, ხალხშალომ თქვათ, ვიღაცაზე ლაშუნარა, ვიფიქროთ ხო, მოგვეჩვენოსო ტოილეტია. არის სარგებელი, მე რომ ამ ადამიანზე ვიტყვი ლაშუნარას, ხო? მაგრამ ეგეთი ადვილი არ არის. როგორც ვისწავლეთ, თუ გახსოვთ, ცედაკა დიდი მიცვა, სიკვდილიდან არჩენს ამ სამყაროს და მომავალ სამყაროზე, ხო? მაგრამ რა? მეორე მხრივ თუ ეს დიდი მიცვა როგორ შეიძლება ეს ადვილი იყოს, რომ გააკეთო? ხო, რამდენი გაჭირებული დადის? როგორ თქვით, ხო? ყველა გაჭირებული თარითულები, ყველა საშეულებად ცედაკის მიღება. ძახის ბრძენი, გეგონ, მოყავს მაგალითები. შნეირე შაიმ შენითეაცუ ლასოთ რა. ორმა ადამიანმა, ორმა ბოროტმოქმედმა, ცუდმა ადამიანმა გადაწყვიტეს გააკეთონ რაღაც ცუდი. და ვიღაცამ გაიგო. მუტარ ლიგრომ ბელაშონარა შეისნეუ ზე ეთზე, ვიასე რა ზელაზე. ხარა, მოელაპარაკეს რომ ვიღაცას გაუკეთონ ცუდი და ვიღაცამ გაიგო, მესამე პირმა გაიგო, რომ ამას აპირებენ. იძახის ბრძენი, რომ ნებადართულია ვილაპარაკოთ მაძე ლაშონარა, ისე ვილაპარაკოთ, რომ ერთმანეთი შეიზიზღონ და ანუ იმას თავის ჩანაფიქრს, ასე ვთქვათ, ხორცი ვერ შეასხან. ერთმანეთი შეიზიზღონ და ერთმანეთს გაუკეთონ ცუდი, ხო? ეს ვიზია საუბარი, ის არიან ცუდი ხალხი. და უნდა თუ ჯამაც გაუკეთონ ცუდი, ან თუნდაც ერთ ადამიანს. შელო ასურა ლატოვიმ, რატო? რომ არ გაუკეთებინო ცუდიო კარგ ადამიანებს, ხო? ან რა გამოგვივიდა? მარტივად, ზედაპირულად, რომ ვინც აკეთებს უნდა იყვნენ ცუდი ხალხი, გადაწყვეტილი აქვს რომ მოიტანონ რაღაც სიბოროტე ამ სამყაროზე, ვიღაც ადამიანს გაუკეთონ სიბოროტე და ის ადამიანი ვისაც უკეთებენ უნდა იყოს კარგი. თუ მესამე ცუდია, როგორც იძახიან, თავში გვაუხლიათ, ხო? ჩვენი საქმე არა, ჩვენ არ ვერევით მაგათ საქმეს, თვითონ გაერკვია. ხო? მერე ვეხენ ნოეფ ამეხაზერ ახარე ნოეფეთ, ხო? ყველასთვის გასაგებია, ვინ არის ნოეფ? ადამიანი, რომელიც გარკვეულებაშია ჩაფლული. და ეძებს ვინც არის ნოეფეთ, ქალი, რომელიც არის ის გარკვეულებას ჩაფლული. ვიზია საუბარი, ნოეფეთ ვინ იქნება? გათხოვილი ქალი. ხარა, იცი რომ რაღაცა აქ იწყება. რატო ისეთი არ არის ნოეფეთი? არ ითვლება. აქ ნიუფ ყოველთვის არის, როდესაც არის საუბარი მასთან რაღაცას. მიცვალე დაბერ ლაშონარა, მიცვა რომ ვილაპარაკო ადამიანმა თუ გაიგო რომ ხედავს რომ რაღაცა იწყება ლაშონარა, შელოია ასუ ავერა, რატო რომ არ გააკეთონ ეს ცოდვა. თუ გააკეთებენ მას არ შეიძლება იქაც იყოს მიცვა რომ არ გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მაგრამ უნდა ვიცოთ ეს რაღაცა. ღმერთმა არცნას სადმე ხსნა, თუ გათხოვილმა ქალმა შეწოდა, იმას აკრძალული აქვს თავის ხმასთან ცხოვრება. всё, აღარ შეიძლება რომ იმან თავის ხმასთან იცხოვროს. ხო? თუ ქონდა ურთიერთობა სერიოზული ვიღაც სხვასთან, დაამთავრო თავის კარიერა ოჯახში, უნდა გაიხაროს. რამდენჯერაც იქნება მეუღლესთან ერთად ოჯახურ ურთიერთობაში, ყოველი ოჯახური ურთიერთობა იქნება აკრძალული. მაგისთვის, მაგის ხმარისთვისაც. ხო? არის ის საუბარია, რომ უპეამიმ აფილუ ქეშიახოტე რაშა გამურ და შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც ვინ ცოდვილი არის რაშა გამურ, რა არის რაშა გამურ, ადამიანი რომელიც გამოდის და ხმამაღლა უარყოფს გამჩენის დაუშვათ იმას, ხო? თორას ებრძული, მაგალითად იოეცეთ მიშპატით, ეგ არის რაშა გამურ, ხო? ის რა არის, რა ქვია, სასამართლოს უფროსი, ჩვენი ძმა. ხო, ისიც არის რაშა გამურ. ენ ლეახლიმო ბარაბინ. ყოველთვის არ არის რომ კარგი რომ შეარცხვინონ ბევრ ხალხში,
ხო? რატო? במקום שיש לדאוג שמא יצא לתרבות רעה. ეხლა დავუშვათ ცუდად იქცევა. ცუდი ადამიანია, მაგრამ რა, ეხლა რო შევარცხვინოთ, მე შეიძლება ყველაფერზე აბსოლუტურად ხელი აიღოს. გაბოროტდეს და დაიწყოს მტრობა ყველასთვის. იძახის რომ ამ შემთხვევაში არ შეიძლება. ანუ რა, ყოველთვის აქ ბრძენი არ გვასწავლის რა გააკეთო. ბრძენი გვასწავლის რას როგორ უყურო სურათს. ანუ მიზანი მარტო ლაშონარა არ უნდა იყოს. ლაშონარით უნდა ხვდებოდე სადამდე მივა, ან ეს სიტუაცია ამ ლაშონარის თქმა რას გამოიწვევს. თუ ეს გამოიწვევს, რომ იქნება სიკეთე, რა გამოდის, იქნება ამას ქვია თოელეთ, ამის გაკეთება შეიძლება. თუ ეს გამოიწვევს, რომ ვიღაცას ცუდი, ანუ უფრო უარესი გამოვა, აქედან ამის გაკეთება არ შეიძლება. ומותר לספר לשונרה על בעלי מחלוקת. თუ არის ორი ადამიანი, რომელიც בעלי מחלוקת. რა არიან ხალხი, რომელიც იწოვენ სულ აყალმაყალს, ან თუ ორი ადამიანია და ერთმანეთში აქვთ ის, რა ქვია, აყალმაყალი. და ამით რა შვებიან სხვა ხალხსაც, ასე ვთქვათ, ითრევენ ამ იმაში, რა ქვია, გარჩევაში, კიშპობაში. ანუ რა დავუშვათ, არის სალოცავი, სალოცავში დადის ორი ადამიანი, ორივეს საუბრის ძალა აქვს. ანუ ასე ვთქვათ, ვესომი ხალხია, ხო, პატივცემული ხალხია. დაიწყეს ერთმანეთში კიშპობა და ჯამაათი გაყოს შუაში. აქ მიცვა არის რომ ელაპარაკო მათზე, შენეემა, როგორც ნათქვამია, ვეანი ავო ახარაიხ უმილეთი ერთ დებარაიხ, რომ მე მოვალ შენს მერე და შენთანო და გადავწყვიტავ იმას, რა ქვია. და მაგდროს მერე მაგლაშორა აი მაგ შემთხვევაში ახლა ბოლო რაც თქვით, რომ უფრო ცუდი ის რომ გამოიწვიოს ცუდი მდგომარეობა. მაშინ არ შეიძლება, როდი შეიძლება რომ ამაზე ელაპარაკო. მაგალითად ორი ადამიანია და კიშპობენ ერთმანეთში. შენ ხედავ რომ ამათი კიშპობა არ არის დაფუძნებული, ასე რომ ვთქვათ, როგორც წარმოადგენენ თავის იმას, ხო? რა ქვია, ჩხუბის მიზეზს. შენ ზუსტად იცი რომ ეგ მიზეზი არ არის. ანუ არის ლეშემ შამაი, ხო? და არის რომ თავის ინტერესების გამო. თავის ინტერესების გამო რას აკეთებენ? ჩაითრიეს ხალხი და ხალხი ცოდვაში შეყავთ. რა არის მიცვა? რომ ეს გაჩერდეს. ხალხს უთხრა, რომ ესენი ორივე მატყუარები არიან, ამათ ინტერესი ეს არის, გაალაშონარა, ხო? იძახი ჭეშმარიტებს, არა თუ იტყუები, იძახი ჭეშმარიტებს, რომ ამათ ინტერესი რა არის, თავისი პირადი ინტერესები. არა თუ როგორც ასე ვთქვათ, წარმოგვიდგენენ ჩვენ, ხო? და გავდენენ მანდაც მიცვა იქნება. ხო, იცით, ეგეთი რამეები შეიძლება როგორ გაგრძელდეს, რომ ხალხმა ერთმა ერთ საუჭიროს ხარე მეორე ეგ თქვით. ეგ უკვე მოხდა. ეხლა შენ რა გინდა რომ ეს ჩააქრო ეს ცეცხლი? კი, მაგრამ როგორ შეიძლება რომ მოხდეს გაგრძელება? შეიძლება თქვა რომ შენ ვინ ახარ, შენ ასეთ კაცზე ესე მოლაპარაკო, უფრო გამწვევა. მართა აბსოლუტური მართა ეხლა. ეგ არის პირველი დეტალი რომ გაითვალისწინო. შენ თუ მოგიტყვი რაღაცას და ხალხი შეისმეს და აქედან სიკეთე გამოვა, მერე იწყება ეს ყველაფერი. თუ ეგ არ არის და უფრო მეც გეტყვი. ხედავ რომ ადამიანი რაღაცას არასწორად აკეთებს. თუ მიხვალ და ეტყვი რომ იცი რა ეს არასწორია და ეს გამოიწვევს იმას რომ ის სულ გადაირევა, არ გაქვს მიცვა. ჩვენ ვიცით რომ შენ ყველა ებრაელს აქვს მიცვა, მეორე ებრაელს მოუწოდეს სწორი ცხოვრებისკენ. რაც თქვია ოხახა რა არის? ლეოხია, ხო, უთხრას რა? შენ არასწორად პირობითად თვითონ იცის სწორი ცხოვრება. ეგ ჯერ ჩვენ არ გვიტყვი. მართალია, თუ თვითონ არ არის მაგალითი, რა თქმა უნდა, რომ არ მოусმენენ. ეგ უკვე გამორიცხულია, მაგრამ თუ თვითონ შეწევს ძალა, რომ უთხრას ამას სწორი მოიქეცი, ხო? ეს არ არის სწორი. არა ყვირილი ხო არის, აგეც აიკითხეთ, ერთი ნაძირალა, მეორე ნაძირალას იმას ასწავლებს. ესე იგი სამივე უსმენენ ერთმანეთს, ხო? ორი ნაძირალა ერთმანეთში ქიშპობენ. მიდის მესამე ადამიანი და ხალხს ეუბნება არ მოусმინოთ ამას. ამათ თავისი ინტერესი უნდა შენ უნდა ქონდეს დასაბუთებული, შენ არ შეგიძლია მოიგონო ისტორია. უნდა იყოს დასაბუთებული და დაუნტკიცო ყველას და ანახო, რომ ესენი არ არიან ჭეშმარიტი ხალხი. რატო რომ გაჩერდეს, ასე რომ ვთქვათ, აყალმაყალი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურების მომტანი რაც არის, ეს არის აყალმაყალი. ეს არის უაზრო, ყველა ჩხუბი უაზროა. რატო? ყველა ასე ვთქვათ, პატარა რაღაცა, რომ იბერება, ხდება დიდი, მაგრამ რა ბოლო არის ბუშტი. ყოფილა ხშირად, ხო, ორი ადამიანი ქიშპობს ერთმანეთში, მერე რაღაცნაირად დაწყარდებიან, შეიგდებიან და უკან რო გადახედავენ რის გულისთვის ყოს ყველაფერი ხვდებიან, რამდენად სულელები იყვნენ, რომ აქამდე მიიტანეს ყველაფერი და ხანდახან იქამდე მიდის ყველაფერი, რომ იმის გაჩერება შეუძლებელია, რომს გააჩერო. იმდენია უკვე გაფუჭებული, რომ იმის გაგზელო. არა, გაგზელო არა, რა თქმა უნდა. დააკვირდი, ეხლა მალე იქნება ფარშაჩაუა იმაზე, კორახზე, ხო? კორახზე როგორ იყო? რა იყო მაგის ინტერესი? კი, დაინახა ის დასარმეტყველებაში, რომ მაგისგან უნდა გამოსულიყო შმუელი, ხო? მაგრამ რა, ბოლო
დაელოდე და თუ რაღაც გეკუთვნის, შენ შესას მიიღებ, არაფერს არ დაკარგავ. დეთო რომ პირზე არის დამოკიდებული ბევრი რაღაცა. სარიხლი შმორ ლეშონომეო და ამიტომ ადამიანმა პირი უნდა შეინახოს ძალიან მაგრად, ხო? და უნდა გაფრთხილდეს სანამ პირს გააღებს. ძალიან რთულია, როდესაც არის ადამიანს, ასე რომ ვთქვათ, შეეხნა შიგნიდან. ხო, როცა ყველაფერი კარგადაა, ყველა ჭკვიანები ვართ, მაგრამ როდის არის სიბრძნე და სიძლიერე ადამიანი სად ვლინდება, როდესაც ხარ გაბრაზებული და იცი ეხა რასაც იტყვი, რა მოყვება და გინდა რომ თქვა და შეიძლება იგივესაც ვისაც ეუბნები ეკუთვნოდეს რომ უთხრა, მაგრამ რა იცი რომ აქედან კაი არ გამოვა გაჩურდა. ეგ მან ვლინდება დიდი ადამიანი, ხო? ადამიანის სიდიდე. წლების გაგრძელება კაია, ხო, დავუშვათ, იმის მაგალითად რომ იცხოვროს 60 წელი, იცხოვრებს 120 წელი. მაგრამ რა არის დღეების გაგრძელება? თუ წლების გაგრძელება, ეს კი დღეებიც უნდა იყოს. ასე ვთქვათ, ჩართული. ანუ რა, ადამიანისთვის დღე თვითონ ისეთი გრძელი ხდება, ანუ ისეთი ნაყოფიერი ხდება, რომ ანუ უფრო ნაყოფიერი ხდება ვიდრე სტანდარტულ სიტუაციაში. ეგ არის მასტი ადამიანის ბერახა. მიჰაი შეხაფეცხაი, იმენ არის ადამიანი რომ სურს ცხოვრება, ოჰევი ამი უყვარს დღეებიო, ლიროთო ნეცო ლეშონეხამერა. რასაც ახის რომ ის ვისაც უნდა რომ რა დაილოცოს იმაზე რომ ქონდეს კაი ცხოვრება, იცოცხლოს და ქონდეს კარგი დღეებიო, შეიკავოს პირიო. ანუ რა ვსწავლობთ აქედან, რომ ერთ-ერთი უბედურების მომტანი ადამიანზე არის რა ადამიანის პირი. უკიშე რა ზე რაბიანაი და ეს რომ ნახაო რაბიანაი მოხდა წარმოიდგინე თალმუდში ვინც წერია მოყვანილია ბრძენი და ვიცოდეთ იყვნენ ხალხი რომელსაც შეეძლოთ მიცვალებულების გაცოცხლება და უმეტეს მზის გაცერება შეეძლოთ ისეთი სულიერი ძალა ჰქონდათ ხო რაბიანაი ერთ-ერთი დიდი თანა იყო რაბიანაიმ რო გაიგო ეს ყველაფერი თიხნისო ლებებეითო ვეეხილო ვეიშკაო ვეიშკაჰუ ვენათალო მაოთ შეიყვანა სახში აჭამა დაალევინა და ფული აჩუქაო ბაუთალმიდა ვეამრულო მოვიდნენ მოსწავლეები და უნებიან ათალოია დათა ზეაპასუ უკითხებიან ისინი მოსწავლეები რა ეს პასუხი არ იცოდით ელიმიდანო ხო შეუძლებელია რომ ეს პასუხი არ იცოდნენ ხო შეუძლებელია რომ ყოფილიყო დიდი ბრძენი ისე რომ პირი არ შეეკავებინა არ არსებობს ეგეთი რაღაცა ხო ამარლაემ უთხრა მათ ია დათი რა თქმა უნდა რომ ვიცოდიო ავალო სამთი ალიბი ლეიზაჰერ ბედავარზე იზახის რა ვიცოდი ეს პასუხი მაგრამ როგორც თქვა ადამიანი ბევრ რაღაცას სწავლობს მაგრამ ხანდახან არის რომ გულს არ ატანს კითხულობთ თეილიმს ვაფიქრობთ რა სიტყვებს ვიძახით მაგრამ რა ხანდახან გულზე არ ხდება ახლოს გულთან არ მიგებთ იზახს რომ რა გულთან არ მიმიტანია რაბიანაი წარმოიდგინეთ რომ თელი თორაზე პირად იცოდა ხო იქ მარცხნიდან მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივაც ხო გამორიცხულია რაღაც არ წოდნოდა თორეში ავალ ლო სამთი ალიბი ლეიზაერ ბედავარზე უკიშეჰეითი კორე ზებაჰაბასუკ ავარტი ალა ველო ხაშტი რაღაც თქვით ხო უკითხულობდი და მაინც და მაინც ყურადღებას არ ვაქცევდი უბაზე ვეკიმუბიადო და მოვიდა ესო და ამის ნათქვამიდან გამომდინარე ამის ზეხუთითო მივაქციე ყურადღება უმეათა ეზაჰერ იოტერ ბილშონი და რას ზახის და აქედან გამომდინარე უფრო მეტად მივატან გულსო ხო უფრო მეტად შევინახავ პირსო ისე და ის ვიზია საუბარი უდიდეს ბრძენზე ხო და დარჩა ჩვენზე לכן אדם שהורגל בלשונו להחניף ולהתלוצץ ולספר לשון הרע ולדבר כזב ודברים בטלים ועתה הוא רוצה להכניע ולמנוע מזה ולעשות גדר גדולה וחזקה מאוד ואחרי זה חזברזני אדם ינוס מתשאוליה מזגנדראובასო დაცინვას ტყუილების ლაპარაკს להחניף არის პათხალება ქართულად როგორ იქნება პათხალება არის ასე ვთქვათ როგორ პირფერობა ხო პირფერობას და ეხა უნდა რომ გამოასწოროს თავის გზებიო და მოიდრიკოს გამჩენის წინაშეო რა უნდა გააკეთოსო იასე გადერ გაიკეთოსო საზღვარიო რას ქვია საზღვარი იცოდეს რა არის საზღვარი ხო იცოდეს ადამიანმა რა გორემ როგორ იქნება აიძულებს მას რომ მივიდეს იქამდე რომ ეს რაღაცებს ლაპარაკობს შეითრახეკ მიხავერაო და ჩამოშორდეს იმ მეგობრებს სადაც ამ წრეში იყო სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა ჰარიშონიმ შეაია რაგილ ლედაბერ იმაჰემ ლეცანოდ ვეხანუფა ველაშუნარა ვაშეკერ ხო ანუ ჩამოშორდეს მათო ვისთანაც ერთ ამას აკეთებდა რატო კი იმ იტკარევ ეცლამ რატო თუ დაბრუნდება ისე ვიქ სადაც იყო ლო იუხალიმნოა არ არსებობსო რომ აირიდოს თავიდან ამ ყველაფრის თავიდან საუბარი ანუ რა
აქ მარტო ამაზე არა ხალხო საუბარი. აქ საუბარი ნებისმიერ რაღაც ადამიანი რომ გამჩენის გზაზე ბრუნდება, თუ არ ჩამოშორდება იმ ხალხს, სადაც ეს ყველაფერი მიუღებელია, თავს ვერ შეიკავებს დიდი ხანი. ადამიანი რომ დადის სუფრაზე, sadაც არაფერი არ ეჭმება, რამდენხან შეიკავებს თავს. ადამიანი რომ დადის დაუშვათ ისეთ ხალხში, რომელიც მიდან ისეთ ადგილას და მიყავთ ესეც ბოლო-ბოლო, შეიძლება ერთხელ 5-ჯერ, 10-ჯერ გაუძლოს, მერე ვეღარ გაუძლოს, რა უნდა გააკეთოს. ამაში არ არის არავის ასე ვთქვათ, რუსულად პოდლობა. პოდლობა რა არის? ღალატი, ხო? ამაში არ არის ღალატი, რომ ჩამოშორდე იმ გზას და იმ ხალხს, რომელიც შენ გმერს, რატო? როცა ადამიანი გამჩენის გზაზე არ დადის, ყველაზე დიდი ღალატი ეგაა, რატო? რას აკეთებს? გამჩენს ღალატებს. გამჩენმა შექმნა მოგიყვანა შენს და ისინიც ვისთანაც დადიხარ, ხო? იქიდან გამომდინარე, უნდა ყოველთვის ადამიანი რომ დგება არჩევანის წინაშე, ყოველთვის რთული არჩევანია გასაკეთებელი. თუ არჩევანი ადვილი გასაკეთებელია, значит ეს ჯერ არ მივიდა იქამდე, რომ შამაიმიდან გამოუგზავნეს მას ის გზა, სადაც არის მართლა სწორი გზის გადასახურება. ამიტომ როცა ადამიანი მიდის და ეჯახება ასე ვთქვათ არჩევანს, ეს რთულია. თითქოს და უნდა მოიგლიჯოს შიგნიდან რაღაცა, ეგ არის მაგის გადასაწყვეტი. შეიძლება მაგისთვისაა მოსული ამ სამყაროზე, რომ ეგ გადაწყვიტოს და გამოასწოროს ისიც არის მოსული ამ სამყაროზე. კი ჰემ יתחילו לדבר עמו, כמו שאורגל, რატო ისინი ისევ დაიწყებენ საუბარსო იმაზე, რაზეც მიჩვეულები არიან. וצריך להרגיל עצמו בשתיקה מאוד מאוד. ხა, რაც ყველაზე რთულია. რატო? იძახის რომ ადამიანმა უნდა მიაჩვიოს თავის სიჩუმესო, ძალიან, מאוד מאוד. რატო არის რთული? როგორ ამიღებული ჩვეულებრივად, ხო? ადამიანი თუ ჩუმათაა საზოგადოებაში, ბაიხუშია იძახიან, მუდოა, ხო? კოლმინე დვარიმ როგორც იძახიან, ხო? ასნაირ ასე ვთქვათ, იარლიქს მიარტყავენ იმ ადამიანს, არ კადრულობს, არ სიამოვნებშოთ, არა. ადამიანს რომელსაც აქვს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შიდა ბუნე თავის სამყარო აქვს ძალიან, ასე ვთქვათ, მდიდარი შიგნიდან, იმას შეუძლია ჩუმად იყოს. ადამიანს რომელსაც არ აქვს შიგნით არაფერი, ანუ არ შეუძლია თავის თავთან დარჩეს. ხვდებით რასაც ვიძახი? შენ თუ გაქვს რაზე იფიქრო, შეგიძლია ჩუმად იყო, რატო? მიდიხარ შენ ფიქრებში, ნორმალურ ფიქრებს ვიძახი და ხარ იქ. თუ არ გაქვს შიგნით არაფერი, ვერ გაჩუმდები, რატო? უნდა ბოლო-ბოლო უნდა სადღაც ადამიანი უნდა იყოს. თუ შიგნით არ არის, სადღაც უნდა იყოს. ხო, ადამიანი მოვლენილია, რომ რაღაცის ნაწილი უნდა იყოს. כדי להרגיל עצמו למעט פתיחת פיו. ადამიანი უნდა იყოს, მიაჩვიოს თავისთავი, რომ იყოსო ჩუმათო, ძალიან, אומר რატო, რომ შეაჩვიოს თავისთავი, რაც შეიძლება ნაკლებად გააღოს პირიო. რაბი ნახვამი ბრესლავი წერს, რომ ადამიანმა უნდა მიაჩვიოს თავისთავი, პირობმა არასდროს არ დაიწყოს საუბარიო. მოხვდი სადღაც, შენ არ დაიწყოს საუბარი. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია რა პოზიციაში ხარ მისული ხარ. მე თუ ჩამოვედი და ჩუმად ვიჯექი, არაფერი არ გამაქვს, ჩამოვედი თორა ვისწავლ. და ყოველთვის თორას არასდროს არ ეხება ეგ. როცა გინდა რომ დივრეითოლა ილაპარაკო, პირიქით, ილაპარაკე რაც შეიძლება მეტი. როცა გინდა რომ არა თუ ლაშონარა, არა თუ სიბოროტე, არა თუ რა, უბრალოდ ილაპარაკო, გვასწავლიან ბრძენები, მაგისთვის არ ხარ მოსული ამ სამყაროზე. როგორ ვისწავლეთ გახსოვთ, რომ ყველაფერი რაც აქვს ადამიანს, საუბარი, დანახვა, სიარული, ჭამა, სმა, ყველაფერს აქვს თავისი, ასე რომ ვთქვათ, თავისი დოზა. ყველა ადამიანს მისცეს თავისი დოზა. თუ ადამიანი ამ ყველაფერს არ იყენებს პროპორციულად, შეიძლება მოვიდეს დღე და დაკარგოს ადამიანმა საუბრის უნარი, ხედვის უნარი, შესმენის უნარი, ხო? რაც არ არის მოსასმენი არ მოისმენ, რაც არ არის დასანახი არ უყურო, ხო? და იძახიან ბრძანები ადამიანს და საუბრის რაღაც X რაოდენობა აქვს მიცემული, მაგალითად ტრილიონი სიტყვა აქვს მიცემული, ხო? მაგაზე ნაკლები არ იქნება. ტრილიონიც არ ეყოფა ალბათ ადამიანს. მაიძახიან ბრძანები, ეს რაზეა საუბარი, დვარიმ ბეტელიმ. დვარიმ სტამ, უბრალოდ ლაპარაკები, ხო? უნდა დავიმახსოვროთ, თუ არის დვარიმ ბეტელიმ, თუ ადამიანი ლაპარაკობს უბრალოდ ცარიელ საუბრებს, მაგრამ ეს ამას აკეთებს, იმიტომ რომ მეგობართან დაამყაროს, ასე რომ ვთქვათ, ურთიერთობა, ესეც მიცვაა, რატო? ადამიანთან რომ შედიხარ ურთიერთობაში, რომ იყოთ მეგობრები, ვიცით რომ მიცვა გაქვს, შეიძინო კაი მეგობრები. თუ ჩუმად იქნები და ისიც ჩუმად იქნება, ვერ გაიცნოთ ერთმანეთს, მაგრამ ხანდახან არის ეგეც მაგაში რაღაცა კაი მხარე. ვიარბელე ეშევ ბეხედერ ლევადო, ველასოგბა თორა. ეხლა შეიძლება ყველა მიფიქროს, რომ აქ რაღაც ცოტა ის რაღაც ტრანზიტსავთ. რა უნდა ქნას ადამიანმა დაждესო მარტო ოთახშიო და მარტო მისწავლოს თორაო. რატო მარტო ოთახში? დაჯექი 100 კაცთან და ისწავლე. როცა 100 კაცთან სწავლობ თორას, გაგიშთა კითხვა, რას იზავ? წახვალ და იკითხავ ვიღაცასთან, ხო? ვინ უშდენი რასაკეთებ? შენი პირი არ მიეჩვია რომ ჩუმად იყოს. ანუ მიზანი რისთვისაც დაჯექი ოთახში მარტო
უნდა იჯდა ოთახში მარტო ის არ გამოგდის, რატომ რომ თორას რო სწავლობდა თან ჩუმად ხარ, უფრო მეც ფიქრობ. იძახის მაარალი ბრძანებს, რომ ადამიანს არ შესწევს ძალა ორი რაღაცა ერთად გააკეთოს. ადამიანი თუ საუბრობს, ვერ ფიქრობს. თუ ფიქრობს, არ შეუძლია ისაუბროს, ხო? რატო? როცა ფიქრობ და ვიღაცა გიწყებს ლაპარაკს ასეონები, დამაცადა ერთი წუთი, დამაფიქრე, ხო? ან თუ ლაპარაკობ და რაღაც ჭკვიანურს გეკითხებიან, იღებ პატარა პაუზას, გადახარშო რა გითხრეს, ხო? გაიგო რა გინდა უპასუხო და მერე გასცე პასუხი. ახლა აქ რო ზიხარ და მარტო სწავლობ თორას, მეც ფიქრობ თორაზე, ხო? მეც ღრმავდები თორაში, ანუ ამ სიწმინდეში, რასაც ქვია თორა და მეორე მხრივ პირს რასაჩვევ იყოს დაკეტილი. ואיתחבר עם החסידים שאינם מדברים כי אם דברי תורה ויראת שמיים. და რა მიეწებოსო ისეთ ხალხსო, ხო? მიეკრას ისეთ ხალხის ჯგუფსო, რომელსაც ქვია ხასიდი. ხასიდი ეს არ არის ფეისები. ხასიდი არის ადამიანი, რომელიც რა კანონზე მაღლა იქცევა. ანუ გამჩენის წინაშე მსახურობს იმაზე მაღლა, რასაც კანონი მოუწოდებს, რომლებიცო რა არ საუბრობენ არამედ რასო, ან თორასო, ან გამჩენის სამსახურს, შიშზე, ხო? რატომ? თორა მაგრამ გამჩენის შიში რა არის? მოდის და ადამიანი დავშოთ გიზიარებს შენ, როგორ უყურებს გარკვეულ, ასე ვთქვათ, ქმედებებს, როგორ მოიქცეს ხალხში თუ ესეთი რაღაცა მოხდება და დავშოთ გიზიარებს შენ უზიარებს შენს, ამას ქვია გამჩენის შიშზე საუბარი. უბაზეა ინიანი იარგილ აცმო იამიმ რაბიმ და ამას ყველაფერს რა ეცახის, ბევრი დრო ჭირდებაო. ადამიანმა უნდა დაუთმოს ბევრი დრო, ეს არ არის დაკარგული დრო, ხო? ואז ימצא רפואה למכתו, და აქედან ისწავლისო რასო, იპოვის რასო, ასე რომ ვთქვათ, რეფუა, წამალს, მალამოს თავისი იარისთვისო, ხო? ასევე ნათქვამიაო, ქტივ, მავეთ ვეხაიმ ბიად ლაშონ, სიცოცხლე და სიკვდილიო, გამჩემე ყველა საერთოს, ანუ რა, ცუდი და კარგი არის პირზე დამოკიდებულია. ვეოჰავეჰა ოხალ პირიო და იმას ვისაც უყვარსო, ასე რომ ვთქვათ, თავის პირიო, ის შეჭამს რასო, მიირთმევს ამ ყველაფრის ნაყოფსო, ხო? ანუ რა, ადამიანი რაშიც ყრის, ასე რომ ვთქვათ, საფუძვლებში, ფესვებში ყრის ენერგიას, იმას მიიღებს. თუ ცუდია, ცუდი დაუბრუნდება, თუ კარგია, კარგი დაუბრუნდება. ხო, ზუსტად ეგრე, რასაც დათესავს, იმას მოიმკის. მასე და მოყავს მაგალითი. ჰაია მელეხ პარას, იყო ვინო? მელეხ პარას, ჩვენი ძმები, ირანელები. იყო პარასის მეფე. ძმები არიან რა? ჩხალებში. ჩხალებში. იყო. შეხალა დავად გახდა, იყო მეფე იმის რა, ირანის, ხო? სპარსეთის. სპარსეთი ქვია, როგორ სპარსეთი? ამრულო ჰაროფიმ უთხრესო ექიმებმაო, ენ ლეხა რეფუა ად შეავიუ ლეხა ხალევ ლევია. არ განკურდება სანამ არ მოგიტანონო დედა ლომს რა ქვია არ ვიცი. დედალი ლომის რძესო. რა არ მოსატანია დედალი. მაშინ არ იყო ისინი რა ქვია, ხო? ზოპარკები არ იყო. და ლომი რო ასე ვთქვათ მოწველონ, საჭიროა რომ გაზარდონ და გაიზარდოს და მიეჩვენოს და მოწველონ. ვენა ასელე ხარეფუა, მოკლედ მოგვიტანეო ის ჰა? დაეძინებინა და მოეწვევა. ეგ დღეს ვინმის დააძინებდა მაშინ ვნახავდით, ხო? იძახის უთხრეს მეფეს ან თავისმა ექიმებმა რომ გაეცის ასე რომ ვთქვათ ბრძანება მოიტანონო ლომის რძეო, ხო, დედალი ლომის რძე, ჰა? ხვადი რა რძე? არის ძუ, ხო. ეს არის მამალი, ხვადი არის დედალი. კაი, ხვადი ლომის რძეო და გაგიკეთებთ იმასო რა ქვია, წამალსო. ცუდათაა, კვდება. ეს იმაზეა, მუჩტაბაზეა საუბარი თქობა, ხო? ანა ეხად მეჰემ ვიამარ, უთხრა ერთ-ერთმა შეგირდმა იქ ვინც იყო, რომ ესეთი რაღაცა. ანიევი ლეხა ხალევლევია, მე მოვიტანო ამ ხვადის რძესო. იმ რეცონხა თუ არის შენინებაო, ვეთელი ესერ იზიმ თუ გინდა რომ მოვიტანო, მომეცი 10 თხაო. ხო? 10 ბატკანი ხვარი არ ვიცი. ამარა მელეხლეავა დავ შეითმულო, ეგრევე გასცა ბრძანება მიეცითო. ნათანლო მისცეს ჰალახ ლეგოვარაიოთ, წავიდა ეგრევე აფრიკაში. სადაც ბევრი ისა, სავანაში, ჰა? იაფად გაულისკია. ხო. და მოიცადე, ხო შეხოიცი ეგეთ კაცს რომ იმას იზავ, განკურნა მე ეგრევე სად მოხდები, ხო? მინიმუმ მის რა ქვია იმას, მედიცინის მინისტრი რა ქვია, რა ქვია მაგას? ჯანმრთელობის მინისტრი ხდება ეგრევე, ხო? მინიმუმ, ხო? ეგრევე დააწვა აფრიკაში, წაიყვანა ეს 10
ხვარი ვეათა შამლევია ახად მენეკეთ გურეა იყო ერთი ლომი დედალი ხვადი რომელიც აჭმევდა თავის ბოკვერებს ხო ბოკვერი ხო სწორია ხედავ ხო აჭმევდა თავის ბოკვერებს יום ראשון עמד מרחוק והשליך עז אחת ואכלת. דקנה, פירות דרס גאושווה, ארתי בדקני. אגרבה שצ'מיימה. יום שני נתקרב למעט. מאור דרס צות המיוח לודה, מאור המסצה. תעשה נלה, וכן היה עושה בכל יום ויום, עד שהיה משחק עם הבולו את המשבודה. צרמו את גנב. ולקח מהחלב וחזר לו, בולו מוצרו אל העז חואדי, תצאמו בידה. כשהיה בדרך ראה בחלום, והיו איבריו מתריסים זה עם זה. לא צאמו בידה הוא כאן, די זינק זשי, חוד, תדיק זק, סיזמה שינה חרו, אמיס, איסיני רקביה, אורגנו יבי, ארתמנץ הקישפה ביין מנהרי פירואלי. הרגליים אומרות, תכוסו פחב מאו, אין בכל האיברים דומין לנו. ארי ארצרתי אורגנו, רומליץ קידורי, רומליץ גאוש צ'וינו, רטו. שאם לא הלכנו, לא היה יכול להביא מן החלב. שרואר צאו קוונתו, מרואר צאו, אמפחב שרואר צאו קוונתו. ארי קנבודאו, חואדיס, רזהו. והידיים אומרות, חלב בהתזכיין, אין כמונו, צ'וין ארי צ'וין ארי אראוינו. שאם לא היינו עושות, לא היה דבר כלום. צ'וין וואר מוגוצרלה, פחד ורפסול מוצרלי דחו. אמר עליהו, יזכי סגולי, אין כמונו אם לא נתתי העצה, מה הועלתם כולכם? גולי זכיש שמרי הרעיון רטו. מרואס שצ'ו ארמו מצאו, סרחסגה כתב דתו, זה საინტერესოა. პირკეოჩი გაგვაკ, ერთ-ერთი ბრძენის წინ იყვნენ მოსწავლეები, გახსოვთ? ეკითხებოდა რა არის ყველაზე მთავარი თვისება ადამიანში. ერთმა თქვა ჭკუა, მეორე თქვა რაღაცა. ვინ თქვა? ერთმა თქვა კეთილი გულიო. ხო? ლევტო. რა თქვა ბრძენმა? ყველამ რაც თვითო, ამის სიტყვაშია ჩაფლული ყველაფერი რაც თქვა. ანუ რა გული მართლა კაი გული მართლა ძალიან დიდი, ასე რომ ვთქვათ, დიდი რამაა, ხო? ანთა ლაშონ ეხა მოვიდა ვისი დრო? ენის დრო. אין כמוני, איזכיס אינה, צ'מריה נאונלרי. שאם לא אמרתי את הדבר, מי היה עושה אותו? מרו ארמת כועס כל הפרי, מי גאה כתב דאו. חלבית, מפסטן ורדה יצקב לחיים בצלה ברקס. השיבה לה כל האיברים, איך לא ירד, איך לא ירד להידמות אלינו. רוגור גבדרו שגודרות שלנו, ראתו, הלא את במקום חושך. שסיבנה לשזיכרו. פה? ანუ ჩაკეტილი ხარ სადღაც თუ მოხსეს საშუალება რო ელაპარაკი თუ არა ჩაკეტილი ხარ და ძვალიც არ აგაკეთე ხო ვენ ბახ ეცემ კაშერ ლეშარ აივარიმ და ძვალიც არ არის შენს ჩვენში ძვალი ანუ რა ძვალი რას ნიშნავს კუნც თუ უნდა რომ გაიშალოს თუ ძვალი არ არის ვერაფერს ვერ გააკეთებს ხო ანუ ძვალი ყოველთვის არის მოსული რომ განახოს რომ ეს არის მოსული რისთვის რომ ხელი შეუშალოს რაღაც პროცესს ხო ამრალა ჰემალაშონ უთხრა ენამ ჰალო თირუ შიანი მელეხ ვეშოლეთ ალეხემ. მოდი დაგიმკიცებთ რომ მე ვარ თქვენზე მაღლა და მე განკარგავთ ყველასო. შამარა ის ეთადვარიმ, შეინახა ამ ადამიანმა ეს სიზმარი, ვისაც წერია შამარ ეთადვარიმ, იაკობ ავინოზე, სიზმარში რო ნახა, რო გაიგო იოსეფის სიზმარი, ვიაკობ შამარ ეთადვარიმ, დაიმახსოვრა რაც იოსეფის სიზმრები, ხო? ჰალახ ეცელ ამელეხ. წავიდა მეფესთან. ამარ ლო ადონი ამელეხ, ჰე ლეხა ხელევ კალბეტა. აგერ მეფეო მოგიტანე ძაღლის რძეო. რა მომიტანეო? ისე გააგზავნეს, უნდა მოეტანა რძე, რომელიც შეუძლებელია მოეტანა. და მოუტანა რაღაც ძაღლის რძე. კაცაფა მელეხ ვეცივა ლიტლოტო გაბრაზდა მეფე და უნდა ჩამოახჩეთო. ზუსტად ირანის დუჟენია, ეგრევე. პატარა რაღაც არ მოეწონათ, ეგრევე ჩამოახჩეთ, ხო? ქეშიალახ ლეიტალოთ, რო წაიყვანესო ჩამოსახშებად, ჰითხილუ აივარიმ ლივკოთ დაიწყეს ყველა ორგანოებმა ტირილი, ხო? რატომ მოვიდა და ადგათ ახლა სიკვდილის ბუზი დააჯდა და დამთავრდა ყველაფერი, ხო? როგორც თქვენ შვაინ კაპუტ. ამრალა ჰემალაშონ ჰალო ამარტი ლახემ შეინ ბახემ მამა შეუნება ენა გითხარით, თქვენ არ თქვენში არაფერი არ შეგიძლიათო, ხო? იმანი მაცელეთ ეთხემ თოდულიში ანი მელეხ ალეხემ ეუნება თუ მე ხა დაგიმტკიცებთო თუ მე გადაგარჩენთო დამეთანხმებითო რომ თქვენი მეფე ვარო ანუ თქვენზე გამკარგული ვარო ამრულა ჰენ ეგრევე ყველა დათანხმდა კი ვის უნდა სიკვდილი არავის ხო ამარ ლატოლინოთო
ჰაშივუნი ელამელეხ. ეს ძერ კაი პერიოდი იყო, წაიყვანეს ჯამოსახშობად და ეუნები ერთი მეფესთან დამაბრუნეთო, ხო? მაინც ხა ისტორია ეს არის იგავი, ხო? ულაი ენაცელ იქნებ გადავრჩიო. ჰაშივუ ელა დააბრუნეს მეფესთან. ამარლო ლამაცი ვითილითლოთი ეუნება რატო გადაწყვიტე რომ უნდა რატო მიიღე გადაწყვეტილება რომ უნდა რატო მიგაეცი განკარგულება რომ ჩამომახჩენო ამარლო შევეთალი ხალევ ქალბეთა იმიტომ რომ მოიტანე ისო რა ქვია ძაღლის რძევ ამარლო უმა იხპატლეხა ვეიელე ხარეფუა რაში გაინტერესებს რა განახლებსო ძაღლის რძიაო თუ კამეჩისო რა განახლებს ბოლო შენ გადარჩები წამას მოგიმზადებენო ვეოდ ლევია ქალბეთა გორინლა და პლუს რა შენ არიციო მაგრამ იმასო რა ქვია ხვადსო ძაღსაც ეძახიან ძაღს ეძახიან იმას რა ქვია რუსულად სამკა ქართულად როგორ იქნება არის ქართულად დედალი ლაკხუ მიმენუ ვენისუოტო აიღეს ეს რძე მისგანო გააკეთეს ეთყობა წამალი ვენიმცა ხალევლევია შეამოწმეს წაიღეს იმაში ლაბორატორიაში გააკეთეს სინჯები ნახეს რომ მართლა ლომის რძეა ამრულა ჰაევარიმ ახშავ ანუ მოდიმლა ყველა ორგანო მაღიარა რა რომ გეთახმები ჩვენ ხარ ჩვენზე ფლობელიო შეათა მარტა ჰაემეთ როცა თქვი ჭეშმარიტება ვეზეო მავეთ ვეხაიმ ბიადალაშონ რო თქვი შენ რაც თქვი ჭეშმარიტებაო რატო ყველაფერი შენზეა დამოკიდებული სიცოცხლეზე და სიკვდილიცო ლეკა ხამარ დავიდ ასე თქვა აქედან გამომდინარე თქვა ბრძანა დავიდ მეფე დავითმა ეშმერა დერახაი მეხატო ბილშონი რომ შევინახავ ჩემ გზებსო რო არ შევწოდო ჩემი პირითო ჩემი ენითო რეში ალაშონტო მიკორბანოტა მოდის რა იძახიან ბრძანები რომ ნახე რომ ენა უფრო კარგია ვიდრე კორბანოტები ხო სხერპლი შენეემარ აჰალელა შემ ელოჰიმ ბეშირ ვაგადელენა ბეთოდა რომ მოვამაღლებო ხოტბა შევასხავო გამჩენსო ჩემი სიმღერით და მოვადიდებ ჩემი მადლიერებითო ვეთიტავლა შემ მიშორპარ მაკრინ მაფრის და ეძახის რა და ეს გამჩენისთვის უკეთესი იქნება ვიდრე მოვიტანო მის წინაშე ასე ვთქვათ სხერპლი და სხერპლებიო ხო ან რა სწავლოთ აქედან რომ ენას რომ გამჩენის წინაშე ადამიანი დგება და მადლიერებას გამოხატავს პირველ სხერპლზე დიდია ხო რა თქმა უნდა გარკვეულ კონტექსტში როცა არის სხერპლის საშუალება სხერპლი უნდა მოიტანოს ადამიანმა ბეთამიგდაში არა თუ ქუჩაში ხო მაგრამ რა ყველაზე დიდი რაც ვისწავლეთ რა ადამიანის პირზეა დამოკიდებული მისი სიცოცხლე მთელი მისი არსი არის დამოკიდებული პირზე სარიხ შეიტბონენ ვეთავხინ ინიან ალაშონ ადამიანი უნდა ჩაუღრმავდეს და დაფიქრდეს რა არის მატოძალა რა არის არსი პირისაო აშერ ქო ინიანეი ადამი რა ალეტოვა თალუიბა როგორც თქვითო ხო რომ ყველაფერი სიკეთე და ცუდი დამოკიდებულია ამაზე იახოლა ადამლა ასოდ ბელაშონ ავეროდ გდოლოთ ვეაცუმოთ ენ მისპარ რომ ადამიან შეუძლია პირით გააკეთოსო დიდი და საშინელი საზღარი ცოდვებიო რომელსაც საზღვარი არ ექნებაო ქეგონ მალშინუტ ურეხილუტ ველეცანუტ ხანიფა ვეშეკერ კაიცებაელუ როგორც არისო რა დასმენაო როგორც არის წაქეზება როგორც არის დაცინვა ხო ვიცი თუ დაცინვა ძალიან ცუდი რაღაცაა ლაზგანდარაობა არის ძალიან ცუდი რაღაცა ვეხანიფა მლიქნელობა ხო როგორც თქვით როგორ ხო ქართულად ხანიფა პირფერობა შეკერ ტყუილები ვეკაოცებაელო და კიდევ მსგავსი რაღაცები შეკერ ხალხს გონია ხანდახან ტყუილი დაბეზრება ტყუილი ესმა თორაში წერია ერთადერთ რაღაცაზე რომ დაშორდი ერთადერთ თვისებაზე წერია არც გაბრაზებაზე არც წერია ტყუილს დაშორდი მეოდ თორამ დაწერა ხო გამჩენმა დაგვიწერა თორაში დაშორდი ტყუილს ძალიან ხო ვეხოლ ელუ ავეროდ გდოლო და ეს ყველა რაც ჩამოვთვალეთ ყველა ძალიან დიდი ცოდვაო ხანდახან ჩვენ გონია და კაცობრიობას რა გონია საუბარია მე ხო ადამიანის ცუდი არ მიქნია მაინც და მაინც ხელ ხო არ მომიკლია ადამიანი ეთქოს მაგრამ პირით შეიძლება ისეთი რაღაც თქვას დარტყმულმა 15 წუთში თხიულმა გაიაროს სიტყვა ნათქვამი იყოს ადამიანს 120 წელი თანდაზდებდეს ხო რამდენი ოჯახია დანგრეული მაგის გამო რამდენი ადამიანის გულია გატეხილი უაზროდ ნათქვამი სიტყვების გამო ადამიანმა შეიძლება ერთი სიტყვა თქვას ისი ატყინოს 100 სიტყვა რო უთქვას მე ადამიანს ვერ მოიგოს იმის გული ვეღარასდროს ერევახლე ბალალაშონ და ეძახის რა არანაირი მოგება არ აქვს იმას ვისაც ცუდი ენა აქვს ცუდი ენა რა ვთქვით საიდან მოდის გულიდან თუ ატყობრო პირიდან ამოგდის ცუდი რაღაცეები იცოდე გულში გაქვს პრობლემა დაიწყე გულის გამოსწორება შენი ასე ვთქვათ იმედი არ არის გადაწურული
ადამიანი სანამ ცოცხალია, აქ საშუალება გამოასწოროს რისთვისაც მოვიდა ამ სამყაროზე. თუ ადამიანს აღარ აქვს შანსი რომ გამოასწოროს რისთვისაც მოვიდა, გამჩენი აქ არ დატოვებს. იმის აქ ყოფნას აზრი არ აქვს. ყველა არავის არ ტოვებენ აქ. აქ ვართ მოსული რისთვის ადამ ამალ იულად, ხო? ადამიანი დაიბადა რა, რომ იშრომოს არა მარტო ორმოებით ხაროს, რომ ფული მიიღოს, არამედ რა, თხაროს თავისი თვისებები, რომ გამოასწოროს. იძახის ვილნიუსელი გაონი, თუ ადამიანია არ მუშაობს თავის თვისებებზე, რისთვის მას სიცოცხლე, რისთვის ცხოვრობს ამ სამყაროზე. ვეახოლა ასოთ მიცვოთ ლენ ხეკერ ვილშონო და შეული ადამიანმა გააკეთოსო მიცვები, ხო, მადლები გააკეთოს პირით, რომელსაც არ ექნება საზღვარია. ვეშკამაბნეია დამ ომრიმ, მან უხალა ასოთ მიცვა, როგორ შეიძლება გავაკეთოთ მიცვა პირით, როგორ შეიძლება გავაკეთოთ. ჰალო ენ ბიადეინუ მამონ, არა ხანდახან იძახს ადამიანიო, როგორ შეიძლება გავაკეთო მიცვა, ფული მე არ მაქვს, ხო? რომ ცედაკა გავცეო, როგორ უნდა გავაკეთო მიცვა. ხალხს ან რას გვასწავლის, რომ ძირითადი ხედვა ადამიანის რა არის გააკეთოს სიკეთე, წავიდეს და ვიღაცას მატერიალურად დაეხმაროს. თუ არ გაქვს საშუალება ადამიანს მატერიალურად დაეხმაროს. ან თუნდაც რო კონდეს, მაგრამ ვისაც უჭირს, იმას ფული არ უჭირს. იმას სხვა რაღაცა უჭირს. არის ადამიანი, რომელსაც რა სითბო წყურს. არის ადამიანი, რომელსაც ღიმილი წყურს. არის ადამიანი, რომელსაც რა წყურს, თორის გაგება. შეიძლება ფულით თორა იყიდო, არა. შეიძლება ფულით სიყვარული იყიდო ადამიანებისგან, სითბო იყიდო ადამიანებს. ხანდახან არის ხალხი, რომელსაც იმედი გადაწურული აქვს, მაგრამ რა მოხდება, ასე ვთქვათ, გარემოცვაში, სადაც სითბოს აძლევენ ადამიანს უბრუნდება სიცოცხლის სურვილი, სიცოცხლის უნარი, ხო? როგორც ყვავილი, თუ წყალს არ დაასხავენ, რაც უნდა ამას ყვავილი იყოს, დიდხანს ვერ იცხოვრებს. ხო, თუ წვიმა არ მოვა და წყალს არ მიიღებს, ესე ადამიანი, ხან ფული ჭირდება, ხან სითბო ჭირდება, ხან თორა ჭირდება, ყველაფერი ჭირდება. ბევრ ხშირად არის დამოკიდებული პირზე. დაინახე ადამიანი, არ იცნო, მაგრამ ხედავ რომ მოწყენილია, არ გაქვს ვალდებულება ჩაეხუტო. გაუღიმე უთხარი გამარჯობა. მიიღებს, არ და შენი გააკეთე. არ არის აუცილებელი ყოველთვის რაღაცა ტორტი აჩუქო და ყვავილები ვიღაცას, ხო? ვეჰემ ეინამ იოტიმ, აშერ მაკომ, აშერ მეკორ ამიცვოთ, კაროვ ლაჰემ მეოთ. და არიციანო მათმო რა, რომ წყარო, ასე ვთქვათ, საფუძველი მიცვისო მათთან ძალიან ახლოს არისო. მეკორ ხაიმ ბაოლამ ჰაზე უბაოლამ აბა. რაც არისო მაკორ როგორ იქნება? წყარო არა. საფუძველი სიცოცხლისო ამ ცხოვრებაში და მომავალ სამყაროშიო ვეჰულაშონო. ეს რა არისო? ეს არის პირიო. ვეხენ ამარ დავიდ, ასე თქვა, ძანა დავიდა მელეხმა, მიროცე ლიკნოთ ოლამ ჰაზე ვე ოლამაბა, ვისურსო რომ შეიძინოსო ოლამაზე და ოლამაბა, ეს სამყარო და მომავალი სამყარო. ანუ რა, ამ სამყაროს შეძენა რა არის? თუ ადამიანი სწორედ ცხოვრობს, ამ სამყაროშიც კარგად გრძნობს თავს. ამრულო ენ ადამ იახოლა ამოდ ბიშნეჰემ. უპასუხესო, რომ არ არის ადამიანი, ვინც შეძლებს რომ ორივე ერთად მიიღოსო. ამარ ლაჰემ უპასუხა დავიდა მელეხმა, ბეზოლ ჰუ მეოდ. იძახის ძალიან იაფად შეუძლია ეს ყველაფერი გააკეთოსო. როგორც დათქვამია, მიჰა იშე ხაფეც ხაიმ, ვინ არის ადამიანი, ვისაც სურს რა სიცოცხლე, არა თუ ცხოვრება, არა თუ როგორა, არის ასეთი რაღაცა, არის რომ რუსულად ესეც სიტყვა პრაჟივატ, ხო? ადამიანი პრაჟივატ. მაგრამ არის ადამიანი, который живёт. ხო, არის არსებობა და არის სიცოცხლე. არსებობა რა არის? რომ ადამიანი როგორც ხე რომელიც არის დათესილი იმ ადგილას, სადაც ვერ მისცემს ნაყოფს, აიღე პალმა და დათესე ქოთამში. გაიზრდება, ლამაზი იქნება, ნაყოფს ვერ მოხსენს. რატო? არ ყოფნის ის, რაც მისი ფესვები ვერ იღებენ იმას იმ მიწიდან, რა ჭირდება რომ მოხსეს ნაყოფი. ესე ადამიანი, რა ქვია მაგ სიტუაციას, როდესაც პალმა ეგრეა, ხო ხე ეგრეა, ამას ქვია არსებობა. არსებობა, დეკორაცია, არსებობს. ეგ არის სიცოცხლის, რაც გამჩნევა მოავლინა? არა. ამრულო მიახოლ იქნოთ ხაიმ, უთხრეს ეკითხებიან ხალხი დავიდა მელეხს, ვინ არის ვინ შეიძლება სიცოცხლე შეიძინოს? ამარლაემ დაუბრუნა რა, ნეცორ ლეშონე ხამერა, დაიცავი შენი პირი რისგან? სუდისგან. ვეარგილ აცმო ბალაშონ ლედაბერ დივრეი თორა ვეირა ჩამაიმ. ხო რას თქვით? ცოტა მეორდება რაღაცები, მაგრამ კარგია რატო? რაც უფრო მეძერ გვესვის, უფრო ღრმად შედის, ხო? რა მიაჩვიოს ადამიანმა თავის პირი, თორის ლაპარაკს და გამჩენის შიშზე საუბარსო. ველოხიახ ბნეი ადამ და რა მოუწოდოს ხალხს სწორი გზისკენო. ველეცავოთ ბანავ ახარავ ლიშმორ ველა ასოთ და მოუწოდოს თავის შვილებსო და შთამომავლებსო
როიარონ მის გზაზე და გაყვნენ გამჩენისას. ულნახემ აველიმ, რო დააწყნარონო აველიმ, გამჩენო ყველა საერთოს, ისინი რა ქვია, მგლოვიარეები, ულნახემ ანიიმ და რა მის ლენახემ როგორ იქნება? იგივენაირად, ხო? და მის ანუგეშონ გაჭირებულებია, ხო? ულდაბერ ალ-ლიბამ დვარიმ შელ თანხუმიმ ტოვიმ და უთხრან ისეთ სიტყვები, რაც მათ გულს დააწყნარებს. და მაგალითისთვის ჩვენ რეალობაში ხშირად ხალხს ფული არ დააქვს ჯიბით, ხო? დღეს რატო არის საკრედიტო ბარათები, ტელეფონები, ხო, რითიც აკეთებენ ბევრ ოპერაციას დღეს, თითქმის ასე რომ ვთქვათ, ჰა? ნახო, რა უნდა ვისწავლოთ აქედან? ხშირად არის ადამიანს არ აქვს ჯიბეზე ფული, როგორც ესეთი ფული, ხო? ფული აქვს, მაგრამ ჯიბეზე ფული არ აქვს. მოვიდა გაჭირებული და გეუბნება დამეხმარე. რო არ გაქვს ფული, რა უნდა უთხრა? ბოლო-ბოლო უნდა დალოცო. რაღაც გაუკეთე ისეთ, რომ შენგან არ წავიდეს ისე, როგორც მოვიდა. რატო? შენთან რომ მოვიდა და თავი ჩახარა, იმა რაღაც ტყივილი ხა განიცადო, რომ კიდე ერთს უნდა თხოვოს, ხო? რომ მოვიდა და თხოვა რითი მოდის შენთან იმედით, რომ რაღაცა უნდა მიიღოს. ბოლო-ბოლო კეთილ სიტყვას რო ეთქვი, შეიძლება ის კეთილი სიტყვას რაღაცნაირად გულზე ამებად მოეფინოს. ულედაბერე მეტა ისაუბროს ადამიანმა ჭეშმარიტება, ველეიტრაგელ ბეშირუთ ვეთიშბახოთ, ბეშირუთ ვეთიშბახოთ და შეაჩვიოს თავისთავად და გამჩენ შეასხას ხოტბო. ეს რთულია, რადგან ჩვენ გავიზარდეთ სხვანაირად. ჩვენ გვიჭირს ხოტბის შესხმა, მაგრამ რომ დააკვირდეთ ხანდახან არის სიდურებში. ადამიანმა გაიღვიძა და ჯერ არ მოვიდა, მაგალითად შავუოთი იყო. წავიდა ადამიანმა ჩაყვინთა მიკვაში ყველაფერი, ჯერ არ მოვიდა დრო რო აკურთხოს იმის თორის ბერახები. თორის ბერახას თუ არ აკურთხებ, არ შეგიძლია თორა ისწავლო. ბენიშხაი რას გვიწერს, წაიკითხე ფსალმუნები არა. არის ესეთ ლექსებივით, რომელიც გამჩენის სიდიდეზე არის. ეს დივრეი თორის ზალა არ აქვს. ეს არის ასე ვთქვათ, გამჩენ შეასხა ხოტბა, ხო? ვეაზი ჰია აჰუв ლემატა ვენეხმად ლემალა და აქედან გამომდინარე რა იქნება ეს ადამიანიო? საყვარელი ქვევითო და აბაროთ საყვარელი ზევით და ქვევით ნეხმად. და აჰუв ლემატა, საყვარელი ქვევით, მატა ეს ქვევითა, ვენეხმად, ნეხმად რა არის? მიღებული ასეთი სასურველი მაღლავ. ვეიჰი ესხარო ბერავტო ჰაცაფუნ ლაცადეკიმ და იქნება მისი გასამსჯელო, რომელიც არის შენახული დიდი წმინდანებისთვის. გამჩნდა გომადლიანს რა დაგჭა. ერთადერთი რა, ისევ და ისევ, რაც ვისწავლეთ, რომ ესე არ გაიაროს. არ იყოს, ასე რომ ვთქვათ, ხო? არ იყოს, ასე რომ ვთქვათ, ჰაერზე, რომ კიდე ერთი რაღაცა წავიკითხეთ, არა. გულთან ახლოს, ხანდახან 2 წუთი დაუთმოთ, სანამ რაღაცას მithქვით, 1 წამი დავფრთხილ. შავუატო, სიკეთეები რო იყოს. რა კუბარო? გაგوخარეთ.